მილიდა სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ოთხშაბათს დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. ყოველ ოთხშაბათს ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა, როგორც ყოველთვის დღესაც საინტერესო თემაზე, საჭირო თემაზე ვისაუბრებთ, ჩემი სტუმარი მედიცინის დოქტორი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, ხოლო საუბრის თემა ბავშვთა კვება. ქალბატონო ინგა, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ჩანელს, დილომშვიდობით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და რა თქმა უნდა, ძალზედ აქტუალური თემა, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ჯანსაღი კვება და სწორი კვება არის საფუძველი ბავშვის განვითარების, ჯანმრთელობის და ზოგადად მომავალში პრობლემებიდან ის რომ თავიდან ავიცილოთ მოკლედ პრობლემები, რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობას. ქალბატონო ინგა, ვფიქრობ ყურადღება გავამახვილოთ 6 თვიდან ჩვილების კვებაზე და შემდეგ უკვე ასაკს მივყვეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ უპირველეს ყოვლისა მშობლებმა, რა იქნება თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები? კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. საქმე იმაშია, რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, სწორედ ჯანსაღი კვება ბავშვის ჯანმრთელი მომავლის საკითხი. განმეორდები კიდევ ერთხელ და მრავალჯერ, რომ 6 თვემდე ასაკის ბავშვი ექსკლუზიურად უნდა იმყოფებოდეს ზუზუთი კვებაზე. ეს არის ოქროს სტანდარტი, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ვერ შეიქმნა ჯერ ისეთი საკვები, რომელიც მიახლოებულია, მთლად მიახლოებულია, მაგრამ არ არის დედისრდის ანალოგი. 6 თვე ეს არის ის პერიოდი, როდესაც იწყება ბავშვის განვითარება, ნერვული სისტემის ჩამოყალიბება, მისი ფიზიკური განვითარების პირველი ეტაპები და თითქმის ყველა სისტემის განვითარება 6 თვემდე ასაკამდე კრიტიკულია. აქედან გამომდინარე, აუცილებლად საჭიროა ბუნებრივი კვება. თუმცა არის შემთხვევები, რა თქმა უნდა, როდესაც მშობელს ამის საშუალება არ აქვს, ჰიპოგალაქტია ან აგალაქტია, აქედან გამომდინარე ხდება ხოლმე დამატებითი საკვების მიცემა, ფორმულის დამატება. მაგრამ ძირითად შემთხვევაში დიდი მცდელობაა იმისათვის საჭირო, რომ ბავშვი დავტოვოთ ბუნებრივ კვებაზე და ეს როგორც წესი ხერხდება ხოლმე. 6 თვის ასაკიდან თუ ბავშვი იმყოფება ბუნებრივ კვებაზე, ხოლო თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზე იმყოფება უკვე 4 თვის ასაკიდან, საჭირო ხდება პირველი დამატებითი კვების შეტანა ბავშვის რაციონში. ეს დამატებითი კვება გამომდინარე იქიდან, თუ როგორია ბავშვის ფიზიკური განვითარება, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვი იყოს შედარებით ჭარბწონიანი, დიდი წონა ჰქონდეს, შეიძლება მას ჰქონდეს ნორმალური წონა ან დაბალი წონა, ამის მიხედვით ხდება დამატებითი საკვების შერჩევა. თუ ბავშვი ნორმალური განვითარების და ნორმალური წონისაა, ჩვენ პირველ დამატებით კვება შეგვაქვს ბურღულის ფაფა. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბურღული, ის არის ბ-ვიტამინების ჯგუფის შემცველი დიდი რაოდენობით და აქედან გამომდინარე პირველი დამატებითი კვება ნიშნება ხოლმე ბურღულის ფაფა, რომელიც სასურველია, რა თქმა უნდა, ამ ასაკში იყოს ქარხნული პირველ ეტაპზე. სანამ გადავიდოდეთ სახლში მომზადებაზე. 4 თვიდან, ხოლო თუ ბავშვი ჭარბწონიანია, ასეთ შემთხვევაში ვამატებთ ბოსტნეულის ფაფას. ბავშვთა კვებაში ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ ნებისმიერი საკვები, რომელიც ჩვენ შეგვაქვს, ახალი საკვები, აუცილებლად უნდა შევიტანოთ ეტაპობრივად მცირე დოზებით. არ შეიძლება ერთბაშად მივცეთ ის სრული დოზა, რომელიც მას ეკუთვნის, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვაკვირდებით ბავშვის მიერ ამ საკვების მიმზიდვებას. როგორ მიიღო ბავშვმა საკვები, აქვს თუ არა ალერგიული რეაქცია, როგორია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება ამ საკვების მიღების შემდეგ და ასე შემდეგ. თანდათანობითი შეტანის წესით ვიწყებთ დაახლოებით ფაფის მიცემას მესამედი დოზით, ვაძლევთ 3 დღის განმავლობაში მესამედ დოზას, შემდეგ გადავდივართ ნახევარ დოზაზე, ხოლო შემდეგ უკვე სრული დოზის მიცემა ხდება. კი ბატონო. დამატებითი კვება, რაც შეეხება ბოსტნეულის ფაფას. ბოსტნეულის ფაფა სახლში მომზადებული ჯობია, რა თქმა უნდა, მშობლებს ვურჩევ, რომ სახლში მოუმზადოთ ბოსტნეულის ფაფა. იწყება მონოკომპონენტურით, ვიღებთ რომელიმე ერთ ბოსტნეულს, მაგალითად ეს იქნება ბროკოლი, ბატატი, კარტოფილი თუ ასე შემდეგ და ვასინჯებთ მას ყველაფრის გარეშე პირველ ეტაპზე, პირველი 3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ყოველ მესამე დღეს ხდება ახალი ბოსტნეულის დამატება. შეგვაქვს კვებაში სტაფილო,
შემდეგ შეგვაქვს ესე იგი ბულგარული წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო და ასე შემდეგ. ოღონდ შევეცადოთ რომ 4-5 კომპონენტზე მეტი არ იყოს შემცველობაში, ბოსტნეული შემცველობა, ანუ 4-5 კომპონენტი. თანდათანობითი შეგუების შემდეგ უკვე 6 თვის ბავშვს პრინციპში მიცემული უნდა ქონდეს 2 კვება, დამატებითი ეს არის ბოსტნეულის ფაფა, ეს არის ბურღულის ფაფა და კვებათა შორის ჩანართი უნდა იყოს წახემსება, ხილფაფის სახით. ხილი ახლა მოგეხსენებათ მწირი რაოდენობით არის ახალი ხილი ჯერჯერობით არ გვაქვს, ამიტომ ის ხილი რომელიც გვაქვს იმას ვიყენებთ, რა თქმა უნდა, შესაძლოა რა თქმა უნდა ქარხნულად დამზადებული ხილფაფებით მივაშველოთ მრავალფეროვნების მიზნით. კი ბატონო, ქალბატონო ინგადა, რაც შეეხება ხორცს? ხორცის ჩართვა ხდება უკვე 7 თვის ასაკიდან. ვიწყებთ ქათმის ხორცით, იმიტომ რომ შედარებით მარტივად ათვისებადია. ქათმის ხორცი უნდა მივცეთ აგრეთვე დაბალი დოზებით, მაგ თავდაპირველად ვაძლევთ 50 გრამს. აუცილებლად იხარშება ხორცი ცალკე, ნახარშის გამოყენება 2 წლამდე ასაკამდე არ შეიძლება. ხორცი ეხარშება ცალკე, ხოლო შემდეგ ის ერევა უკვე ბოსტნეულის ფაფაში. როდესაც გასინჯავს ბავშვი ქათმის ხორცს, უკვე შემდგომში საქონლის ხორცის მიღება ხდება. საქონლის ხორცი მდიდარი არ რკინით, ბეჭდგუფის ვიტამინებით, ამიტომ ხორცი ბავშვმა უკვე 7 თვის ასაკიდან უნდა მიიღოს კვირაში 4-ჯერ მაინც და მონაცვლეობა უნდა გავაკეთოთ ფრინველის ხორცით, საქონლის ხორცის, ყურძღლის ხორცის და ასე შემდეგ. ხორცშიც უნდა იყოს მრავალფეროვნება. შემდგომში უკვე 8 თვის ასაკიდან ემატება თევზი. თევზი მინიმუმ კვირაში 2-ჯერ უნდა მიიღოს ბავშვმა. დანარჩენი დღეები ხორცი უნდა მიიღოს. თევზი სასურველია ომეგა-3-ის მიღების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, თევზი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ესეთი მსუყე შედარებით თევზი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს. ორაგული, რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო სასურველია. თუმცა საშუალება არ არის, რომ ვიყენებთ სხვა თევზს, კალმახი იქნება ეს თუ სხვა სახეობის თევზი. 8 თვიდან ბავშვის კვებაში უკვე ვამატებთ კვერცხს. კვერცხი აუცილებლად უნდა იყოს სწორად შენახული და სწორად მოხარშული, რა თქმა უნდა. თავდაპირველად ვიწყებთ კვერცხის გულით, ცილის გამოყენება ხდება მხოლოდ 1 წლის ასაკიდან. კვერცხი უნდა ინახებოდეს მაცივარში, სასურველია არ კონდეს კვერცხს ნაჭუჭი დაზიანებული, ასეთი კვერცხი მაცივარში მხოლოდ 3 დღის განმავლობაში ინახება. ხარშავთ კვერცხს 10 წუთის განმავლობაში და ვაძლევთ კვერცხის გულს. კვერცხის გულით შესაბამისად იწყება მცირე დოზებით, 1/4 კვერცხის გულიდან, თუ ბავშვმა კარგად მიიღო, თუ არ განავითარა ალერგიული რეაქციები, ყოველ მესამე დღეს ვუზრდით ამ რაოდენობას და 1 წლის ასაკში უკვე შეგვიძლია კვერცხის გული და ცილა ერთად მივცეთ ბავშვს. კი ბატონო, ქალბატონო ინგადა, ამავდროულად ვიწყებთ ხაჭოს, ყველის მიცემას და ეს დანამატები, რა თქმა უნდა, თანდათანობით იზრდება 1 წლის ასაკიდან ბავშვი გადადის უკვე ზოგად მაგიდაზე. კი ბატონო, აი როდესაც დამატებით კვებას ვიწყებთ, დავუშვათ პროდუქტებიდან რომელზეა მოსალოდნელი ალერგიული რეაქცია? დამატებითი კვების მიცემის შემთხვევაში ისეთი პროდუქტები, როგორიც არის დავუშვათ საფილო, ჭარხალი, კვერცხი, სოფლის რძის პროდუქტები, რომლის გამოყენებასაც არ ვურჩევ მშობლებს 1 წლის ასაკამდე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ შემადგენლობის მიხედვით, მაგრამ სოფლის რძის პროდუქტები შეიცავს ცილა კაზეინს, რომელიც ძალიან რთულად გადასამუშავებელია ბავშვისთვის და შეიძლება ალერგიული რეაქცია განავითაროს. ძალიან ხშირად მსმენია მშობლებისგან, რომ თაფლის გამოყენებას იღებენ ადრეულ ასაკში. თაფლის გამოყენება არ შეიძლება, თაფლის გამოყენება შეიძლება სადღაც წლინახევრის 2 წლის ასაკიდან. თაფლის, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე დოზებით უნდა მივაწოდოთ ბავშვს და დავაკვირდეთ, იმიტომ რომ ზოგჯერ აი თვითონ ბოსტნეული შეიძლება იყოს არაალერგიული, მაგრამ ბოსტნეულში შემავალი ჰერბიციდი, პესტიციდი იყოს ალერგიული, რომელმაც შეიძლება მისცეს ალერგიული რეაქცია ბავშვს. ამიტომ სიფრთხილით შეყვავს ყველა პროდუქტი. ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება დავუშვათ ალერგიული იყოს, იგივე შეიძლება ბანანი, ციტრუსი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე სიფრთხილეს თავი არ სცევა, აუცილებლად
სიფრთხილით უნდა შევიტანოთ ყველა პროდუქტი ბავშვთა კვებაში. კი ბატონო, და რაც შეეხება ჯანსაღკვებას, რა თქმა უნდა, მშობელი ყოველთვის ცდილობს, რომ თუნდაც არც ერთი პროდუქტი აუცილებელი ჩამონათვალი რაც არის არ გამოტოვოს, ხორცი იქნება, ეს კვერცხი იქნება, რძის ნაწარმი, ბოსტნეული, ანუ რაზეც თქვენ ისაუბრეთ. თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ კვების პროცესში მოусმინოთ ბავშვის მოთხოვნებს, იმიტომ რომ შეიძლება რომელიმე პროდუქტი ბავშვმა არ მიიღოს. კი ბატონო, ესეც ძალიან ხშირად ხდება, მაგრამ როგორც წესი, ეს პრობლემები არ დგას ხოლმე სადღაც წინახევრის 2 წლამდე ასაკამდე. აქ ჩვენ განვაგებთ ბავშვის კვებას და რასაც ვაწვდით, ბავშვი ღებულობს. რა თქმა უნდა, არსებობენ ეგრეთ წოდებული უმადო და უჭმელი ბავშვები, ხო? რომლებიც ასევე ხშირად ხდებიან. მაგრამ აი 2 წლის ასაკიდან უკვე ხდება რაღაცა კრიზისის განვითარება, რომელსაც 2 წლიანთა კრიზისი ქვია. ბავშვები უარს ამბობენ ყველა იმ საკვებზე, რომელსაც ადრე ღებულობდნენ და აქვთ ამორჩეული აკლიატებული კვება, ეგრეთ წოდებული. მოწონთ მაგალითად მაკარონი, მოწონთ ციციბურა, კვერცხი და რაღაცა ძალიან ისეთ ერთფეროვან კვებაზე გადადიან. ასეთ შემთხვევაში მშობლები ითხოვენ ხოლმე მადის გაძლიერებას, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი. ხშირად მოითხოვენ ვიტამინების დანიშნას, ითხოვენ რომ იქნებ მადა გაუძლიეროს, მაგრამ არანაირი აზრი არ აქვს. მე ვწუნეთ თუ მადის გაძლიერება ხდება, მადა ძლიერდება იგივე მიმართულებით რა მოთხოვნილება დაგვაქვს. სხვა საკვებს, რომელსაც ის არ ღებულობს, იმას მაინც არ მიიღებს. აი ეს არის 2 წლიანთა კრიზისი, ძალიან ხშირად ამასაკში ვითარდება ხოლმე. ამიტომ მოთმინებით უნდა მოვეკიდოთ ამ პერიოდს. ბავშვის კვებას ხელშეწყობა ჭირდება, ბავშვი უკვე 2 წლის ასაკის თანამონაწილე უნდა გახდეს თავისი საკვების მომზადების, თუ გვინდა რომ ჩვენ მან ეს საკვები მიიღოს, უნდა შევთავაზოთ საკვები აუცილებლად მასთან ერთად მომზადებული, ანუ მიცეთ მას საშუალება რომ თვითონაც მიიღოს მონაწილეობა. პლუს ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესთეტიურად როგორ იქნება გაფორმებული საკვები. არ უნდა დავაძალოთ არავითარ შემთხვევაში, უნდა შევეცადოთ მაგიდაზე, მოვათავსოთ რამოდენიმე თებში, სხვადასხვანაირად, ლამაზად დაჭრილი, თუნდაც ბოსტნეული თხილით და ასე შემდეგ და ჩვენ შევეცადოთ რომ მასთან ერთად ვიყვებოთ. გადაყვავს ბავშვი ზოგად მაგიდაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჩვენთან ერთად ჯდება ხშირად მაგიდასთან. საკვების მისაღება და ამიტომ შევეცადოთ რომ ჩვენ დავამტყუოთ დრო ისე რომ ბავშვი იყოს ჩვენთან ერთად ზოგად მაგიდაზე, ამ პერიოდში იყოს ოჯახში სიმშვიდე, ვისაუბროთ მშვიდად, წყნარად, შევეცადოთ ვაჩვენო და მივცეთ მაგალითი იმისა თუ როგორ მიირთმევს ადამიანის საკვებს, გამოვხსოთ ყველანაირი ელექტრომოწყობილობა, ეს ძალიან მიღებულია დღეს, რომ ბავშვები მხოლოდ გაჯეტით მიირთმევენ საკვებს, ხელში ტელეფონი, ურთავენ სხვადასხვა გასართობ ფილმებს, მულტფილმებს და ასე ყვებავენ ბავშვებს. ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი, იმიტომ რომ მექანიკური ღეჭვა ხდება ასეთ შემთხვევაში და ფაქტიურად შეგრძნება შეწოვის პროცესებიც კი ქვეითდება. ისეთ მნიშვნელობას ახდენს აი გართობით საკვების მიღება ბავშვზე. არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება, შევეცადოთ რომ თუ ამას ვაკეთებთ, თანდათანობით შევზღუდოთ ეს და თანდათანობით გადავიყვანოთ ბავშვი იმაზე, რომ მთლიანად კონცენტრირებული იყოს საკვების მიღებაზე. და ქალბატონო ინგადა, რაც შეეხება ტკბილეულს, ნუგბარს, კვების რაციონში რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი ჩართვათ ამ ბავშვებს ძალიან უყვართ ტკბილეული? ტკბილეული უყვართ ძალიან ბავშვებს, ეს მათთვის დიდ ბედნიერებას წარმოადგენს, სიხარულის ერთ-ერთი ფაქტორია. ამიტომ 2 წლამდე ასაკამდე კატეგორიულად ტკბილის მიღება არ შეიძლება. 2 წლის ასაკიდან შეიძლება პერიოდულად წავახალისოთ ბავშვი, კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, ეს უნდა იყოს მისთვის წახალისება. ჯილდო რაღაცასთან დაკავშირებით, კარგცევასთან თუ საკვების მიღებასთან დაკავშირებით, ხემსის სახით შეიძლება, აი კვებათა შორის შეიძლება მივცეთ, არავითარ შემთხვევაში საკვების წინ, არავითარ შემთხვევაში საკვების შემდეგ, მაგრამ თვადუნისობათ არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ბავშვისთვის სხვათა შორის ძალიან ძლიერ სტრესს წარმოადგენს. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დედები, როდესაც აღნიშნავენ, რომ აი ბავშვი უმადოა, არ ღებულობს საკვებს, უჭმელია, ასეთი ბავშვები კვებათა შორის ღებულობენ დიდი რაოდენობით ხემს. რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვი არც საუზმეს მიირთმევს, არც სადილს და არც ვახშამს შემდგომში, იმიტომ რომ მას ნაყროვანების გრძნობა აქვს ხემსის მიღებიდან გამომდინარე.
და შევეცადოთ რომ ყვებათა შორის ხემსი მივცეთ მხოლოდ და მხოლოდ ხილის სახით, შირეულობის სახით, ან ხილის სახით. აი ასეთი სახით რომ ბავშვი დანაყრება არ მოხდეს მაქსიმალურად, რომ მე მან უარი არ თქვას უკვე საკვების მიღებაზე. კი ბატონო, და კიდევ ქალბატონო ინგა ძალიან ხშირად გვეკითხებიან და მართლაც საინტერესოა, რა შემთხვევაში უნდა მივცეთ ბავშვს ვიტამინები და მინერალები და არის თუ არა ბოსტნეული და ხილი, ანუ ცოცხალი ბოსტნეული და ხილი საუკეთესო ვიტამინი. რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი სწორად იკვებება და ბალანსირებულად იკვებება, ღებულობს დღის განმავლობაში ხილს, ბოსტნეულს, ბურღულს, ხორცს, მას უკვე დამატებით ვიტამინების მიცემა არ ჭირდება. მაგრამ არის რაღაც გარკვეული შემთხვევები, როდესაც ჩვენ გვიწევს ხოლმე ვიტამინების დანიშვნა, ეს არის ყოველი ინდივიდუალური შემთხვევა, კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, განსაზღვრა იმისა და სურვილი მხოლოდ იმისა, რომ ვიტამინები მივცეთ ბავშვს, ასე არ უნდა მოხდეს. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს კლინიკო-ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის დასასრულს დილემა, რომელიც რა ვიცი, ყველა მშობლისთვის ალბათ გადასალახია, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები დღის მანძილზე დატვირთულები არიან, გარეთ არიან და ხშირად ფასტფუდითაც იკვებებიან, ხო? და ძალიან გემრიელია, თუმცა ნაკლები სარგებლობა მოაქვს და დავუშვათ რა ინტენსივობით შესაძლებელია, რომ აი ესე იკვებონ ბავშვები და რითი ჩავანაცვლოთ? იცით რა შეასაქმე, თვად ამასაც ვერ გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ არის ჩვენთან ეს ობიექტები. კი ბატონო. ერთხელ გასინჯა ეს საკვები, მერე რა თქმა უნდა მოთხოვნილება უჩნდება. ამიტომ თვად ვერ გამოვრიცხავთ. კვირაში ერთხელ შეიძლება ბავშვს მივაწოდოთ ფასტფუდი, თუმცა მე არ ვარ მომხრე იმისა, რომ მრავალჯერადი მოხმარების ცხიმში მომზადებული სხვადასხვა საკვები ბავშვმა მიიღოს. ეს წარმოადგენს რა თქმა უნდა კართენოგენს და დიდი რაოდენობით მიიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვთა ჯანმრთელობას, თუმცა კვირაში ერთხელ დასვენების დღეებში, როდესაც მშობლებს გაყავთ ბავშვები, ეს გარდაუვალია ხოლმე და თლად ამის აკრძალვა შეუძლებელია. კვირაში ერთხელ შესაძლებელია დავუშვათ. კი ბატონო, და ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, ფორმულა ჯანსაღი ცხოვრების წესის როგორია, თქვენეული ფორმულა და რას ეტყოდით მშობლებს? ეს ორი წინადადებით. დიახ, ჯანსაღი ცხოვრების ფორმულა ეს არის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ჯანსაღი კვება, ეს არის ბავშვის ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგება, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს და დღეს ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს განსაკუთრებით მოზარდებში. და შევეცადოთ მაქსიმალურად მეტად მოვეფეროთ, მეტად დავიცვათ ბავშვები და ავარიდოთ სტრესს. დიდი მადლობა ქალბატონო ინგა, აი ესეთი საინტერესო საუბრისთვის, საჭირო რეკომენდაციებისთვის. ინგა მამუჩიშვილი პედიატრი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ ბავშვთა კვებაზე ვისაუბრეთ. რადიო იმედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მე კვლავ დაგიბრუნდებით სულ ცოტა ხანში.